Quiz-ისთვის მზად ხარ? კი, ქანაობ? არა. დავიწყოთ, მეორედ quiz-ი დავიწყოთ. დავიდა. ოჯახში ყველაზე პოპულარული ვინ არის? იმედა. სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ. სიტყვა, ეხლა ესეთი აჩემებული სიტყვა არ მაქვს, მაგრამ ადრე მქონდა გთხო. აი რაღაც უაზროდ შეიძლება ჩამეგვეხებინა. და გადაიშვიე. ხო. გასაგებია. Prime Show-ს წაყვანისას ყველაზე ხშირად რომელ წამყვანს არ ეთანხმები და პირიქით რომელს ეთანხმები? ყველაზე განსხვავებული აზრი და ყოველთვის ძალიან საინტერესო აქვს ნინას და შეიძლება რაღაცაში არ დავეთანხმო, მაგრამ ისაპირისპირო აზრი ყოველთვის აქვს ხოლმე რა. მაგრამ ისეთი ძალიან არგუმენტირებული და ძალიან შეიძლება დაგარწმუნოს. კი. და ვის ეთანხმები ხოლმე? თითქმის ყველას. თითქმის ყველას. სადმე სამოგზაუროთ 2 დღით რომ წახვიდე. რამდენ ჩემოდანს წაიღებ? რამდენ ჩემოდანს? ერთს. დიდს. თქმა უნდა. დიდს. ანუ გაჩნე მოგზაურობის. სად მიდიხარ და რამდენი ხნით? თუ ზამთრის მოგზაურობა, უფრო დიდ ჩემოდანი, უფრო ისეთი კომფორტულია? არა, უფრო მეტი სქელი ტანი სამოსია და თუ ზაფხულის. გასაგებია. და ნუ ერთი ხელბარ. ერთი ხელბა, ანუ 2 გამოდის მე. ბედიდად არა, ხო, ბევრი არა. ნინი ბადურაშვილი სამზარეულოში თუ სტუდიაში? სტუდიაში. სტუდიაში გზნობ თავს ყველაზე კომფორტულად? კი. სცენაზეც. უფრო? სტუდია თუ სცენა? ორივე. რომელი ისტორიული პერსონაჟი იქნებოდა? თოლი კითხვა. უნდა ვფიქრო. იცი, მიფიქრია რომ რაღაც მართველი შეიძლება ყოფილიყავი. ხო, ამბიციური განაცხადია, მაგრამ კარგიც არის. მაგრამ მერე რომ მიფიქრია რომ შეიძლება აი ნერვები რო არ მყოფნის მაგას ხო ძალიან დიდი დიპლომატია ჭირდება და ნერვები ხო აი მე რო ხვდები რომ შეიძლება მართველი აი არ ვიცი რომელიმე მართველი ვეღარ ყოფილიყავი ავფეთქდეთ ხო და ეს არ ვიცი რამდენად არ არის გამოსადეგი არ არის ჩემი ხასიათი გასაგები სადაც ხარ იქ სადაც ვარ იქ ვიყო რა 90-იანების საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი რომელი იყო შენი აზრით სახე ულაპარაკოთ სახე კი ბოლო კითხვას არ დაგისვა დიდი მადლობა დამატებას გისურვებ შენს